ვერაფრით ვერ ვიყენებ ჩოლკებს. იმიტომ რომ არც ისეთი მოკლე შუბლზე ჩამოვიყარო და არც ისეთი გრძელი კომფორტულად გადავიწიო შუბლზე, კი და ურზე. ხო, და არის შუალედურ მდგომარეობაში, რაც ყველაზე მაცდურია, იმიტომ რომ სულ გაქვს ის ცდუნება, რომ შეიჭრა რა. მე მინდა რომ ეგ ცდუნება გადავახო და გავიზარდო. ნახოთ, თუ გამომივადეს. აი ესე არის. ახლა მე ვარ სამსახურში. და არ ვიცი რამდენი როცა დავითხატნა. დღეს მინდა რომ მინდა რომ ვიდეო გადამეღო. ხო და რა ხან ვიდეოში ეს რამე თემებზე ვლაპარაკობ. დღეს მინდა რომ ვიყურებო იმაზე ის მოსვლა უნივერსიტეტის დასრულებამდე, იმიტომ რომ ახლა მაქვს ის გარდამავალი პერიოდი რა, ახალი დასრულებული მაქვს უნივერსიტეტი. ხო იმას ვამბობდი რომ გარდამავალი პერიოდი მაქვს, რაცა ახლა დავამთავრე უნივერსიტეტი. და ხშირად ვფიქრობ მაგ გამოცდილებაზე, ვფიქრობ რომ გაგიზიარებდით რა. აი რამდენიმე რაღაც რის ცოდნასაც მართლა ვისურვებდი და ისე ხშირად არ გამიკეთებია, საერთოდ არ გამიკეთებია და ასევე რაც გამიკეთებია და იმუშავა რა. ხო ჩვენს პირველად მაგ ამოწერილი რა ვილაპარაკო. ზოგადად წერა უფრო უკეთ გამომდის ვიდრე ვილაპარაკი და ისე კარგად დავწერე რომ ეს ბლოგი ვიტკი გამოვა. ბლოგი არა, მაგრამ ბლოგი კი გამოვა და ვფიქრობ რომ დავურთო კიდეც ლინკის სახით, იმიტომ რომ შეიძლება უკეთ მიწერია ვიდრე ვიტყვი. პირველი ახლა ლეპტოპი არ მოვჩერთ თქო, მაგრამ პირველი რა იყო? აღარ მახსოვს. ჯერ მაგას გავიკეთე იმაში და ვერ მოგიყვებით. ის ახალი კრეატორი რო გამოვიდა საქართველოს ბანკის და იუთუბერების კლუბი. მე რატო არ მივედი? მე რატო არ გავიგე? მეც მინდოდა რომ კრეატორი ყოფილი. უბრალოდ მეგობრებო. ასი წელი. რატომაც არა თავხედი ვარ. მეტი ჩარა. აუ რა მომწესწი. ჩაშოებული თვალები. არა უბრალოდ სწორედ ისე რომ ვიკეთებ მაკიაჟს, რომ ზემოთაც და ქვემოთაც აქვს ჩაშოვული, რა ძალიან თვალები რო გამოიკვეთება კარგად რა, არ მახინჯ ჩაშოვული, ჩამოჭებული არა. რატომაც დამიკარგა ჰაილაითები, მგონია რომ ჩემმა დამწამართვა. ჩემს ხოლმე ბათუმში იყო ჩამოსული ლოგო ადგილად წაიღო. მე მივიდა 4-ში ბუდაპეშტში და მე ვენაში. და მან პირობრივად ვიყი და მე მივიდი ამასაც, მაგრამ სტილ ანუ დამიბრუნე. ხო მინდა ხო მაკიაჟს ავიკეთებ ისიც გამომთავიდა კონსილერი. ეგეც ვიყი და სამგზავრო ჩავდა. მაგის გამო არ ვიყანებ ეს პერიოდი. ეს მაგნოლიაში აყენებდა ძალიან მიყვარს. არის კუჩის აქვია თავოწვა ლისკს ვეძახი პატარაობაში და საყურებს კარგავ ხალხო გიჟივით ანუ ვიწერ ანუ ყიდულობ ფერად ვიწერია ფად და ანუ უბრალოდ მოკლევადიან არსებობა აქვთ და ტელეფონს შევიღები დამიჯდა და რანაირი ანუ ვიდეოს გადავწყვეტ და ტელეფონი საფრთხეში. ანუ ხო მე რა ავტობს დავიწირო. ძალიან მინდოდა რომ ჩვენ გამხსენებოდა რამე. ანუ არ დამახსენდება, მაგრამ მინდა რომ ქრონოლოგიურად მოყვე რა. ერთ-ერთი თვალს შორის ეხებოდა იმას, რომ ხო გამახსენა პირველი. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ გაივლი წინასწარ გაიგო მაგ საგნის სპეციფიკა. მაგაში გულისხმობდეს, რომ იმ ადამიანს კითხვა რჩება, ვინც ეგ საგანი უკვე გაიარა რა. მე მაგალითად თავიდან ეგრე არ ვშრობოდი. და მე ვიფიქრე, რომ აი ვინმეს რომ ეთქვა როგორ იქნებოდა, ძალიან დამეხმარებოდა ეგ საგნის უკვე გავუაში რა. ხო და ის სანამ დაიწყება სწავლა, უკვე რომ იცი რა საგნები გაქვს გასავლელი, ვიღაცა შენზე უფროს კურსელს ეკითხა, რომ
აი დავშვა როგორ მოვემზადო ლექციებზე სიარული ჯობია თუ აი ვიცი ლიდერების უკეთ წაკითხვა რა რაზე უნდა გამახვილო ყურადღება ლექტორთან რა დინამიკა შეიძლება გქონდეს რა და ასე შემდეგ ეგ არის ძალიან გამოცხადები რამდენიმეჯერ პოსტკინებ ხენის ფოთოს მოხსენი მაგ საგანთან დაკავშირებული და ძალიან კაი წარმოდგენაც გამიჩნდა და უკეთესადაც მოვიმზადე რა აი ასე მაგაიერეს და მე რომ that's tough ხო პირველი ეგ იყო და ჩვენს გავიხსენებ და ნამევა It's missed from my good hair day, man. I'm really out of snow, and a bit already on. Small gates, leaves hold in the autobus. It's a cold way, and from the electric and the however. ზოგადად თურქი მიფონია მგონი რომ მაგის ოვერსტეიტინგი არ არსებობს იმიტომ რომ ძალიან გამოსადეგია რა აი ძალიან მიმართულებით და ელექტროდთან განსაკუთრებით აკადემიურადაც გამოსადეგია და კარიერულადაც რა იმიტომ რომ არის შეიძლება რაღაცა შესაძლებლობის შესახებ აღიაროს info ან თუ სამსხური დაგაწყებინოს ჩემი ხოში დაუშვათ დაიხმარება იმ შემთხვევაში თუ გინდა ჩემი ხოში შევდო საზღვარის სწავლის გაგრძელება იმას დაიწერს რა ქვია სარეკომენდაციო წერას და ძალიან მნიშვნელოვანია რა ისედაც ანუ ძალიან კარგი შობის მიცემა შეუძლიათ და მგონია რომ ეგ ფასი არ არის გასაფასი მე პოსტკენ ავმოვამედეთ და ძალიან შევწდი და მოგდოთ აკერა სანამ მომეზი ორგანიზაცია დამატებითი ორგანიზაცია კიდევ სულ სწავლობდა შესაძლებელი. მე მეორე კურსიდან უკვე მუშაობდი მეოთხე კურსის ჩავთვლით რა. და მოხდა იმისა რომ არის ძალიან რთული მართლა იმიტომ რომ თან ფრიუნში ცოტა სამწადნო იყო და ლექციებზე სულ იყო სესიარულო და სემინარებზე მაგის მიუხედავად ძალიან შესაძლებელია რა. იმ შემთხვევაში ეგ მუშაობა განსაკუთრებით თავიდან ძალიან აისახა ჩემს GPA-ზე. მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები ეგ უფრო მეტად გამომდინარეობდა არა დროის ნაკლებობიდან, არამედ შფოთიდან რა. ანუ ძალიან ვფოთავდი, რომ თან მუშაობდი რა. ხოდა იმისა რომ ძალიან კარგი იყო ეგ რომ მუშაობდი. ძალიან ნერვიულობდი, ემოციონალობდი და მაგის გამო უფრო მოხდა ის რომ რაღაცა ფულები და მაკლდა ვიდრე იმის გამო რომ შეუძლებელია სწავლის პარალელურად მუშაობა. ცხადია ისეთი სამსახური უნდა იშოვოს, სადაც ხელს შეგიწყობენ მაქსიმალურად ან დისტანციური იქნება, აი ჰიბრიდული იქნება, მაგრამ ამ ძალიან შესაძლებელია რა. ოღონდ მაგ დროს მთავარია რომ ნაკლებად იშფოთო და ასევე შეძლო დროს სწორად განაწილება და მაგ კონტექსტში მნიშვნელოვანია დისციპლინა და ზოგადად დისციპლინა ჩემთვის საუკეთესო უნარი რაც ადამიანს შეიძლება გქონდეს იმიტომ რომ ან мотиваცია რაც გაქვს გიჩნდება ხოლმე არის ძალიან მოკლევადიანი დისციპლინა არის გზაუვადიანი ან დისციპლინა არის ის რაც мотиваციას რაც მოკლევადიანია გზაუვადიან ეფექტს აძლევს ხო და მგონია რომ დისციპლინის გამომუშავებით ძალიან შესაძლებელია მუშაობა სწავლის პარალელურად და ძალიანაც კარგია რა არ ვამბობ რომ ის არ მუშაობს არ სწორია ანუ პირიქითაც შეიძლება იყოს მაგრამ ანუ შეიძლება ან უწევს მუშაობა ან უნდა რომ მუშაოს ან ძალიან შესაძლებელია და ძალიანაც კარგია დღეს დამთავრდები და ჩემეკეთება თეკმოხდა გამეტანა ეს არ ხდება ხოლმე
საღამოა ჩემი თმები აიბურდა და თუნდა ვიყავდა. კიდე ის უნდა მითქვა, რაც ვისწავლე უნივერსიტეტის, რაც ვისწავლე არა. ის სადაც ვისწავლე უნივერსიტეტის დასრულებამდე. იმისას, რომ ზოგი საქმისთვის უფრო უმჯობესია, რომ ლექციებს მოусმინო და კონსპექტები გააკეთო და ლექტორის მონაკვალი ჩაიწერო, ვიდრე ლიდერები იკითხო გიჟივით რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგ გარკვე წინასწარ რა უფრო გამოგადგება ცოდნის მოსაღებადაც და გამოცდის უკეთ შესაბარებოდაც. მე პრიორიტეტო რა და უშუალოდ უფრო ხშირად აისწრო ლექციას და ლექტორის მონაკვალის ჩანაწერები გააკეთო და ეგ წაიკითხო მერე ვიდრე ლიდერები რა. მაგიტო მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამო უნდა წინასწარ გაიგო ამ საგან გავლილი ადამიანისგან რჩევები და შეიძლება ერთ-ერთი ეგეც იყოს, რომ ვაუჯობს, რომ ლიდერი წაიკითხო, იმიტომ რომ ლიდერიდან მოდის და ლექტორი მაგას არ ახსენებს ერთ ლექციაზე, პირიქით, რომ ლექტორი რას ლაპარაკობს, ის მოხს გამოსცემს. გენიალური. Բարեմ, სანამ კიდე ერთ ვიტყვი, ძალიან კონტროვერსიულია. განსაკუთრებით ლექტორები ამეთახობიან, მაგრამ ჩემი აზრით, ქულის დაწერა ის ძალიან სუბიექტური რაღაც და ლექტორს რო თხოვო, რომ ქულას გადახედოს, მოსულა. თხოვო, რომ გადახედოს რა, ოღონდ არ გულისხმობ, რომ იკაჩაო და თხოვო, რომ რაღაც გაჩუქოს ყუან. არა, რა უთხრა, რომ გადახედოს, იმიტომ რომ შენი აზრით მეც იმსახურებ, ეგ არის ძალიან სამართლიანი რა. განსაკუთრებით ტესტი არ არის და რაღაცა ისეს წერა, ისეთ რაღაცას რაშიც პირდაპირ სწორი პასუხი არ არსებობს რა. ეს არის ძალიან გემრიელია, ძალიან. და სულ აი ასეთი საცობია და გავუწყუტრა ფეხით წავიდე. და ნუ რამდენი ხანი უნდა ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თმა ასეთ ცუდ მდგომარეობაშია, მინდა ვთქვა, რომ ჩემი თმა ასეთ ცუდ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე თვეა პერმანენტულად და ვერაფრით ვერ დავიყენე ვარცხნილობა. აი, სულ ასე ცუდად მაქვს, იმიტომ რომ თუ ვთქვი ეს უკვე, რომ ვთქვი დილით უკვე, მაგრამ იმდენად არაკომფორტულად ვარ, რომ აი სულ მაწუხებს, სულ, თითქმის სულ. ძალიან ცუდ რაღაც დამემართა უნივერსიტეტიდან. ხოს რომ უნივერსიტეტს ვაპარაკო, მაგით დავიწყე. სასხურიდან რომ გამოვდიოდი, ძალიან ბევრი ხალხი იქა გაჩერებადი და ვფიქრე, ფეხით გამოვხდები გზას ხო და მოვიდივარ ფეხით და უცებ დავინახე, რომ ჩემი ავტობუსი, რომელიც ერთადერთია, რომელიც ვაკიდან დადის ჩემს სახლთან, მერჯანიშვილზე, ეგ მეორე გაჩერებასთან უკვე მიდიოდა რა და იმდენად იშვიათად დადის, რომ გადავწყვიტე გამერბინა ძალიან, რომ მეორე გაჩერება მივიდეს, რომ მაგის გამო აი ამომივარ და სული ძალიან აჩქარებული მქონდა სუნთქვა და ვერ მიუხედავად იმისა, რომ ავედი ვერაფრით ვერ დავმშვიდე გული. და გამყვა სახლში მოსვლისასაც ისეთ ცუდად ვიყავდი, მაგრამ მართლა მერჩვენა ჯობდა რომ ფეხი წამოსულიყავი. ხო და მე დამეწინა, არა და მე მეცადინა. ხო, რებზე მეცადინა, მე მაგასაც მოგიყვებით ხოლმე გადავიღებ. მაგრამ ხო მოკლედ არ გამომივიდა და ძალიან არაპროდუქტულად მომხდები თავს, როცა ვერ ვახერხებ მეცადინეობას. მინდოდა რომ მეთქვა და რა ძალიან გამომადგა ზოგადად არის, რომ კონსპექტების კეთება მიყვარს ძალიან და ძალიან მეხმარება, რომ უკეთ ვისწავლო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ძირითადად ხუსი გაკეთებული კონსპექტებით ვსწავლობდი. ხო, მაგისთვის ძალიან კაი აპლიკაცია არის Notion. აი, მართლა Notion-ის მოხალისე ამბასადორი ვარ, იმდენად კარგია, იმიტომ რომ Notion არის პლატფორმა, აქ ფოტოს ლინკს დავურთავ, I don't know. Notion არის პლატფორმა, რომელზეც შეგვიძლია შექმნა სხვა პეიჯი რა. შეიძლება იყოს ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენებული, არ არის საჭირო მაინც და მაინც სწავლისთვის, მაგრამ მე ვიყენებდი და მაგასაც განახებთ, რომ
ყოველ სემესტრში მქონდა თითო საგნისთვის შექმნილი page და მან ვუყრიდი თავს ყოველ საჭირო ინფორმაციას. გარდა ამისა აქვს ბევრი template. აი template-ები არის ძალიან ინტერაქციული და სახალისო და თვითონ ეს Notion-ის ინტერფეისი არის ძალიან კომფორტული და მართლა შეგიძლია რომ შენი საიტივით შექმნა და საერთოდ არ არის საჭირო რომ კოდები დაწერო და ძალიან ლამაზია, ძალიან კომფორტულია და ვიყენებთ ძალიან ხშირად და ძალიან მეხმარებოდა და კიდე იმაში მეხმარებოდა რომ ვარომანტიზირებდი მაგით სწავლას რა და ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რომ სწავლა გარომანტიზო იმიტომ რომ იდეაში რამდენადაც სწავლის პროცესი ხანდახან ძალიან სასიამოვნოა, იმდენად არის ძალიან დამღლელი და რუტინული განსაკუთრებით, როცა უნივერსიტეტში არ ვიცი დღეში 100-მდე წიგნი გვერდი გაქვს დასაკითხი. ხო და თუ არ გარომანტიზე ძალიან რთულია რა ხანდახან. ხო და მაგ გარომანტიზებაზე კიდე გამახსენდა რომ გამახსენდა წერისას და ახლა არ გამახსენებია. რომ კიდე ერთი გზა რომ გარომანტიზო სწავლა ჩემთვის იყო რომ სანთელს ვინთებ დიხომე და ახლაც ვინთებ სურნელოვან სანთელს მეცადინეობისას. აი ამებს და აი რაღაცნაირად cozy სიტუაცია ეს ქმნის ძალიან რა და რომ მეცადინეობ განსაკუთრებით საღამოობით არის ძალიან სასიამოვნო მაგის ფოზე რომ მეცადინეობ. ერთი რაც ამოწერილი მაქვს რასაც ვისურვებდი რომ უფრო ხშირად გამიკეთებინა და რასაც ვისურვებდი რომ უფრო ცოდნოდა არის რომ კურსორებთან მეცადინეობა არის ძალიან გამოსადეგი რამე. აი რა ვიცოდი უბრალოდ ხშირად არ გამიკეთებია და მართლა ვნანობ. იმიტომ რომ წარმოგიდგინე აი ერთ რომ მეცადინეობთ ყველას შეუძლია რაღაცა თქვას მაგ არ ვიცი თემასთან დაკავშირებული რა ისეთ რაღაც შეიძლება თქვა შენმა კურსელმა მეგობარმა უნივერსიტეტელმა რაც შენ ან გამოგრჩა ან ლექტორისგან ვლაპარაკები გამოგრჩა და ეგ გივსებს რა მაგ ინფორმაციას ხო და ძალიან კარგია ეგ და ანუ ეგრე რომ ბევრი კურსელი ამბობს მაგას რა აი ფაქტობრივად აი მართლა შეიძლება რაღაც თემა ბოლომდე ისწავლო მაგათთან ერთად ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ გამოცდაზე ზუსტად ის მომსვლია რაც აი ბოლო წამს მითხრა ჩემო კურსელმა ჩემო უნივერსიტეტელმა რა და მე არ მოსწორად გამიკეთებია და ძალიან კაია ეგ იმიტომ რომ მართლა ხლა ას გვერდს რო კითხულობ ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებ რა ლექტორსაც ესე სულ რაღაც 1 საათი გაფიცებული შეიძლება ვერ მოусმინო გაგეფანტოს ყურადღება გამოგრჩეს და ის კურსელი რო გეუბნება რაღაც ძალიან მალე და იგივსებს რა მაგეფებს და ძალიან კაია და გირჩევთ რომ მეტად გაკეთოთ ეგ მეგობრებთ კურსელებს უნივერსიტეტში შეყვარებული არ გაიჩინოთ თუ შეყვარებული მართლა არ გაიჩინოთ GPA-ზე ცუდად დაისახება და თქვენს ნერვებსაც ბოლო რაც მაქვს ამოწერილი უფრო არის გააზრება რა რომ უნი ძალიან გამომფიტველია აი ფრიუნი იყო აი უზომოდ გამომფიტველი და ძალიან რთულია მომენტებში რომ არ დაიღალო რა და აი სტრესი არ მოგეძალოს ეგ რომ სტრესი მოგეძალება მაგის გამო კიდე უფრო ძნელდება მეცადინეობა და ძნელდება ჩვეულის კარგი კვლევის მიღება ხო და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გაიაზრო რომ არა უშავს თუ მაგის გამო ან ვერ მოსწარ მეცადინეობა ან კვლავ დაგაკლდა იმიტომ რომ ძალიან რთულია ზოგადად სტრესთან ერთად ცხოვრება რა და გახსოვდეს რომ ანუ კვლევები არ განგსაზღვრავს რა და რომ ცუდი ან არც კარგი GPA გქონდეს მაინც იმას არ ნიშნავს რომ შენ ხარ აი ძალიან ცუდი ძალიან არ საკმარისი შენ არ ხარ საკმარისად ნიჭიერი ანუ მაგას არ ნიშნავს საერთოდ რა იმიტომ რომ მე მგონია რომ ერთ-ერთი რამ რაც უნივერსიტეტი და განსაკუთრებით ფრიუნი გასწავლის არის სტრესთან ერთად ცხოვრება არ ვიცი ეს რამდენად საჭიროა მაგრამ ანუ მართლა მთელი 4 წლის განმავლობაში მე არ მახსოვს ერთი დღე რომ სტრესი არ მქონოდეს მათ შორის ხშირად არც დასვენებების დროს იმიტომ რომ ეგ დასვენებებიც რა აი ფიქსებისთვის მიწევდა მეცადინეობა და ისე დასვენება 4 წლის განმავლობაში ისე რომ მართლა აი გულით მშვიდად ყოფილიყავ არ მქონია რა მე უფრო ნაკლებად ნერვიულობდი ქულებზე იმიტომ რომ გავიაზრე რომ ქულები არ ვარ მაგრამ თავიდან ძალიან მიჭირდა რა it's okay რა იმიტომ რომ მართლა და მართლა კიდე იმაზე მინდა ვთქვა განსაკუთრებით პირველი კურსელებისთვის
როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამდენ ადამიანს ვაღმოვჩდი, მართლა ასეთ მიჭერ ხალხს ვაღმოვჩდი, რაღაცა ნაირ ხალხს ვაღმოვჩდი, ძალიან დავიკარგე რა და ძალიან დავიწყე ჩემი თავის მაგათთან შედარება და რაღაც ერთის განცდა მქონდა, რომ არ ვიყავი საკმარისად ნიჭიერი რა. რაც ანუ bullshit, იმიტომ რომ რა შუაშია. ნუ შედარება რა ცუდია, მაგაზე მართლა კომენტარს აღარ გავაკეთებ, რომ ვიცით რომ ძალიან ცუდია და აი ყველაზე დიდი იმტერი ხარ მას შენ თავის როცა ვიღაცას ედრები. მგონია რომ ძალიან ოკეია ეგეც რა. ძალიან ნორმალურია რომ ეგ განცდა გაქვს, იმიტომ რომ უნივერსიტეტიდან კი არა და სკოლიდან უნივერსიტეტში ტრანზიცია არ არის მარტივი რაღაც რთული პროცესია. იმიტომ რომ სულ ახალ გარემოში ხარ, ახალ ხალხში ხარ და უფრო მოწყვლადი ხარ რაღაცების მიმართ რა. ამიტომ ეგ გრძნობაც ოკეია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ დავუშვათ შეიდარო ადამიანებს მაგათ უნდა ისწავლო. იმიტომ რომ აი წარმოვიდგინე შეგიძლია რომ აი თუნდაც შენზე უფრო ნიჭიერი შენზე უფრო განათლებული არ აქვს მნიშვნელობა ანუ შეიძლება შენზე უფრო განათლებული იყოს სხვა მიმართულებით რა სხვა მიმართულებით შენ უფრო სხვა მიმართულებით და მაგათგან რომ სწავლობ და ანუ უფრო ჭკვიან ადამიანს რო ხარ უფრო კარგია შენთვისაც რა რამდენი მიბადიალე ეს არის სულ ამ რასაც სულ ოპარაკი ასევე ბლოგის სახით ვურთავ იმიტომ რომ ზოგი შეიძლება მართლა არ ჩვენოს წაიკითხოს და კარგად მაქვს შეჯამებული და AI generated არ არის Mariam Brikia generated არის ამიტომ yeah რაღაცებს გამოგადგეთ ახლა რას ვაპირებ არის 12 ნახევარი ალბათ ვეღარ ვიმეცადნებ არ ვიცი იმედი მაქვს ვიმეცადნებ ხო ეს იყო ეს ხო ჩემი დღე და მადლობა ვინც უყურეთ და თუ გამოგადგეთ რომელიც ჩვენ ვლაპარაკები ხო ძალიან კაი და თუ არა ხო მოვიღე